გამარჯობა, დღეს თქვენ ნაცი ნოდარ მეტრაკის გადაცემაში ნახავთ ეგრეთ წოდებული ინტერვიუს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანთან, ვინმე ირაკლი შაიშმელაშვილთან, რომელმაც ნაციონალური მოძრაობის მიერ დაგეგმილ სახელმწიფო გადატრიალებაში მთავარი იდეოლოგიური როლი უნდა შეასრულოს. ვიცი ესენი რაზე არიან წამსვლელები და რა შეიძლება იკადრონ. ერთჩოლებრივი შარლატანია, არანაირი სერიოზული კომენტარი ამას. თქვენ შარლატანი ყავდათ გედედეს ერთ-ერთ მაღალჩინოსთან ამდენი ხის განმავლობაში? ოე შეტუტუც, ეხლა გახდა შარლატანი? ჯერ იყო და თავდაცვის სამინისტროში მაღალ თანამდებობაზე ყავდათ დასაქმებული. მერე იყო და შინაგან საქმეთა სამინისტროში გადმოიყვანეთ. როდის მერე იყო ვიღაცა დაბალი თანამდებობის პირი შინაგან საქმეთა მინისტრ პატაკით აბარებდეს მოვლენებს. ივანიშვილის და ხარებას მჭიდრო კავშირების შესახებ მანამდე ვიცოდე. შეიძლება მისგანაც მოდიოდეს ბრძანებები პირდაპირ. ივანიშვილისგან? რა თქმა უნდა. ივანიშვილი უკვე დასანქცირებულია და რა თქმა უნდა ახლა მის სანქციებს აი ამ ნაბიჯვარს ვერ დააბრალებენ და სხვადასხვა სწორადაც არის დასანქცირებული, მაგრამ რაში ჭირდებათ ეს შაიშმელაშვილი, ამათ ნაცებს უნდათ რომ ამისგან შექმნან ნაცი ბედუკაძე. არ გამოვა, იმიტომ რომ ზუსტად აი ამ ნაბიჯვარს, რომელმაც სისტემას ემსახურა სისხლიანი ხელებით, პირადად ივანიშვილზე არაფერი არ აქვს, მას არასდროს არ მიუწვდებოდა პირადად ივანიშვილზე კომპრომატების შეგროვება. არ არის ეს ის დონის ადამიანი, ასეთი შემავლობა ქონოდა ქართულ ოცნებაში, თუმცა ივანიშვილის დავალებებს, სისხლიან დავალებებს თავისი ხელით უდაოდ ასრულებდა და ამიტომ ჭირდებოდა ის ქართულ ოცნებას. ქართველების სისხლში ხელდასრული ნაბიჯვარი ირაკლი შაიშმელაშვილი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ გამიეყიდა იუდასავით ნაცმოძრაობას, რომ უკეთესი პლატფორმა მოიპოვოს საცხოვრებელი. ეს ტიპი არასდროს არ ყოფილა ქართველი, არც არასდროს არ გააკეთებდა ქართულ საქმეს ცნობისთვის. ის რომ ჩვენი შვილების ტოლა ბავშვებს უმოწყალოდ ქუჩაში სცემენ და ამ ყველაფრის მონაწილე ვარ. გამეცინა თურმე მათი შვილების ტოლი ბავშვების ფიზიკურ ანგარიშწორებას ვერ გაუძლო ამ დედა მოწყნულმა ურიამ. ეს იყო ზუსტად და მისი თანამეინახეები ბავშვების საზიზღარი წამების ფაქტი რო დამალეს შეერაღების და ტექნიკის ბაზაზე და ეს გვიკეთებდა ზუსტად პოლიტიკურ დევნას, რომ ეს საქმე საზოგადოების ფართო მასებს არ ეხილათ და მე თურმე აგერ ბავშვების ბედი ადარდებთ, რამხელა სიყალბეა. მოდით ახლა ყველას გთავაზობთ, გავიაროთ თქვენთან ერთად ყველაფერი ის, რაც 2016 წლიდან მხილებაში მაქვს, აი შაიშმელაშვილის და მისი სისტემის და მისნაირების და ნებისმიერმა თქვენგანმა გააკეთეთ დასკვნა. მე არ დამიტოვებია არც სახალხო დამცველი, არც პროკურატურა, არც სამხედრო პოლიცია, არც პარლამენტი. და ეხლა რომ შარლატანს უძახის, აი ის ნაბოძვარი ირაკლი კობახიძე, მინდა ვკითხო 2016 წლიდან დღემდე 10 წელია გასული. ეს შარლატანი ამხელა თანამდებობებზე როგორ გადაალაგეთ და როგორ ქმნიდით და როგორ გეჭირათ ტერორისტული ეგრეთ წოდებული ხელისუფლება ესეთი ნაბიჯვრების ხელით. წავედით, ნახეთ ყველამ, ბოლომდე ნახეთ ეს ყველაფერი და იცოდეთ ვინ ურტყამს თქვენ შვილებს და ვინ ართმევს საქართველოს მომავალს. 2016 წელს სამხედრო ბაზაზე ჩადენილ ვანდალურ აქტს, ეს არის მცირეწლოვანი ბავშვების წამება, რადროსაც ყარაულის უფროსმა ნიკოლოზ ქველაძემ შეტყუებით გადაიყვანა საყარაულო შემოღობაზე მცირეწლოვანი ბავშვები, მოატყუარა მათ, რომ ჩასვავდა ტანკებში სათამაშოდ. უპირველეს ყოვლისა ისინი შეურაცხო, აბანავა ხანძარ საწინააღმდეგო კასრში თავით, ფაქტიურად ახრჩობდა იქ. შემდეგ შეიყვანა გასახდელ ოთახში, სადაც ჯარისკაცები ტანსაცმელს აშრობენ წვიმის დროს და დასვა დენის გამათბობელზე, სადაც დენის ჩამრთველ გამორთველი ეგრეთ წოდებული რუბინიკით ეთამაშებოდა მათ, როგორც უკეთებდა დენის კამის იმიტაციას. გარდა ამისა, შეშის ყუმელიდან გამოიღო ნახშირი და უსვამდა მათ სხეულებზე. ბავშვები ტიროდნენ, იყვნენ აფექტურ მდგომარეობაში. აი ამ ყვირილის ხმაზე საყარაულო შენობაში შევიდა უფროსი ლეიტენანტი ლევან კობაიძე, რომელმაც შეაჩერა მათი წამება, ბავშვების წამება. ლევან კობაიძე იყო ნაციონალური მოძრაობის დროს უდანაშაულოდ დაჭერილი და გასამართლებული გლდანის ციხე, გლანის ჯოჯოხეთ გავლილი ოფიცერი, რომ მან ყველაფერი ამის შესახებ მოახსენა სამხედრო ბაზის მეთაურს ილია ლუტიძეს
რომელმაც არანაირი რეაგირება არ მიიღო აღნიშნული შესახებ. თვითონ საყარაულო მსვლელობის პროცესში ეს ბავშვები მოვიდნენ ჩემთან, განმიცხადეს აღნიშნული დანაშაულის შესახებ. დავინტერესდი, მოვიკვლიე, გამოვკითხე ლევან კობაიძეს ეს ამბები, დამიდასტურა მან ყოველივე, რის შემდეგაც მე მოვთხოვე ლუტიძეს მიემართა სამხედრო პოლიციისთვის. ყოველივე ამის შემდეგ სამხედრო ბაზის მეთაურის შტაბის უფროსისგან, ეს იყო ირაკლი შაიშმელაშვილი, მე მივიღე პირადი სახის მუქარები, რაზეც მე უკვე პირადად განვაცხადე სამხედრო პოლიციაში და გენერალურ ინსპექციაში. გენერალურ ინსპექციას თინა ხიდაშელის დროს ხელმძღვანელობდა 26 მაისის პროკურორი, თინა ხიდაშელის თანაპარტიელი და თანამოაზრე, რომელმაც რა თქმა უნდა მხოლოდ და მხოლოდ ეს საქმე შემოაბრუნა ჩემს საწინააღმდეგოდ, დაიწყეს ჩემი დევნა, ეს იყო სხვადასხვა ხასიათის, მოითხოვდნენ ჩემგან დუმილს. მე მივმართე პროკურატურას სისხლის სამართლის საქმის აღძრისთვის. დაიწყო სისხლის სამართლის საქმის გამოძიება ქალბატონმა თინა ხიდაშელმა, სერგო ძაგნიძის, მაშინდელი სამხედრო პოლიციის უფროსის მითითებით, აი აღნიშნულ ბავშვებთან მიაგზავნა სამხედრო პოლიციის ჯგუფი, რომელსაც მეთაურობდა ვიცე-პოლკოვნიკი. მათ დააშინეს ბავშვები, აღნიშნული ბულინგის მსხვერპლი ბავშვები, რომ უარ ეყოთ ეს განცხადება, რომელიც ჩემს მიერ იყო გაკეთებული. გაიყვანეს ოთახიდან და ტუჩზე თითის მიდებით უთხრეს, რომ მათ ისინი არავის არ ყავდათ ნაწამები. ბოჭკაში გაბანავეს? ისა, ვინმე იყო შენთან მოსული პოლიციიდან? ჯარის პოლიცია ვიცე-პოლკოვნიკი და კიდე ერთი. აჰა, 4 იყვნენ სულ მოსული, ხო? ასაგებია. ერთი ვიცე-პოლკოვნიკი იყო, ერთი სერჟანტი იყო. როგორ გითხეს თუ? როგორ გითხეს? ჩუ, ბოჭკაზე უთხარი ჩუ. ანუ როგორ იყო ბოჭკაზე რო უთხარი, რომ ისა რა ქვია? აღანა ესო ჩუ. როგორ ხელით განიშნეს? რა ჟესტი გააკეთე, შეგიძლია მანა ხო? ეს ჩუ. ეს როცა უთხარი, რომ ბოჭკაზე აღანა. მეორე მიტირა? დაჩტირა და გავიჟი აღაგა. იმას დაჭირია? ეს გახსოვს იქ რო შემოვიდა საყარაულო შენობაში? მაშინაც ის ბავშვებიც იქ იყვნენ, ხო, სამივე? თავისთავად ამან უყვა რეპრესია, დაგუთხოვეს შეიარაღებული ძალებიდან სხვადასხვა მოტივებით. მაშინ გადაწყვიტა ქალბატონი თინა ხიდაშელის და ანადოლიძის პოლიტიკურმა მმართველობამ, რომ ეს საქმე არ იყო სამართლის საქმე, ვინაიდან ეს იყო მათი პოლიტიკური იმიჯის საქმე და ასე დამალეს ვანდალური დანაშაული, რომელიც თავისი სისასტიკით მხოლოდ ფაშისტურ გერმანიაში მომხდარ საკონცენტრაციო ლაგერის პროცესებს წააგავდა. იძულებული გავხდი, პირადად მომეპოვებია აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტური მასალა. გამოდის, რომ ვიმოქმედე სამხედრო პოლიციაზე და პროკურატურაზე ეფექტურად, მოვიძიეს მცირეწლოვანი ბავშვები და ჩავწერე მათთან ინტერვიუ, სადაც სრულად დაადასტურეს ჩემს მიერ მოხსენიებული ფაქტები. და მივიტანე პროკურატურაში. პროკურატურამ ძალიან ზანტად აღძრა საქმე ამის შესახებ, ვინაიდან ქალბატონი ხიდაშელი იყო ყოფილი მინისტრი, რა თქმა უნდა, ის საერთოდ არ დაკითხეს ამ დანაშაულის გამო და დღეს ვიღებთ ესეთ შედეგს, რომელსაც ძალოვანი უწყებების საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ასე ვანდალურ აქტად იყენებენ, ცემენ, კომატოზურ მდგომარეობაში აგდებენ. და რა ვიცი, იმ პროცესების გათვალისწინებით, რასაც ესენი ჩადიოდნენ, მე ნორმალურად მიმაჩნია, იმიტომ რომ როდესაც დახურულ ბაზაზე ვიღაცა კრიმინალი სამხედრო ფორმაში გადაცმული აკეთებს ბავშვების წამებას, ადამიანების შეურაცხყოფას და ასე შემდეგ, ის როდესაც მას მიეცემა იმის საშუალება, რომ საზოგადოების წინ ეს აგრესია გამოავლინოს, აუცილებლად ამას გააკეთებს და მითო იყო ის 50-მდე დაზიანებული ახალგაზრდა, ის დაინვალიდებული ხალხი, რომელიც ჩვენ ქუჩაში ვიხილეთ. ეს არ იყო ვიღაცა შემთხვევითი ტიპი, ირაკლი შეიშმელაშვილი იყო ოპერატიული დაგეგმარების უფროსი. ეს ის კონკრეტული მაღალჩინოსანია, რომელიც გეგმავდა ამ სისხლიან პროცესებს საქართველოში. ირონია ისაა და სიყალბე, რომ დღეს გვეუბნება, რომ თურმე ეს კრიმინალია, მაგრამ არა მისი გაკეთება. და ამ იუდას თავი ქრისტედ უნდა რო შეფტენოს და ეგრე არ არის, არ გამოვა ესე. ეხლა კი გამოვყევით, ისევ გავაგრძელოთ იმ ისტორიის ხილება, რაც მე გავიარე საკუთარ ტყავზე, აი ამათ მიერ ჩადანილი დანაშაულის ხილების პროცესში. ახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ შეიტყო, რომ
ეს დანაშაული იყო ჩადენილი მათი თანამოაზრეების თინა ხიდაშელის და ანა დოლიძის მიერ. ყოველ შემთხვევაში დაფარული იყო მათ მიერ ეს დანაშაული. არათუ მოიკვლია ეს საქმე, ეს არის სიცრუე, რომ აცხადებენ თითქოს რამე მოიკვლია. მე მისული ფაქტებით სახალხო დამცველის აპარატთან არც კი მიმიღეს სასაუბროთ და საერთოდ უარი განაცხადა ქალბატონმა ლომჯარიამ შემხედრო და ენახა ეს ვანდალური აღიარება აი ამ მცირეწლოვანი ბავშვების და მიეცა შესაბამისი რეაგირება. სალმებით მე წარმოვადგენ შეერაღებული ძალების სამოქალაქო კონტროლის ჯგუფს, არასამთავრობო ორგანიზაციას, ვარ არაღიარებული ვეტერანი, როგორც ბევრი უამრავი, ზოგი აღიარებული ზის ჩვენ შორის და უსმენ ქალბატონს, რომელიც სახალხო დამცველის წარმომადგენელია. მე მიკვირს, რა სიტყვით, თქვენ როცა თქვენს აპარატს აქ საიდუმლო დაშვება. ეს თავისთავად ინფორმაციის დავასრულებ თუ შეიძლება. ინფორმაციის ისეთ ხარისხულ წვდომაზე განაპირობებს, რომელიც პერსონალურ ინფორმაციაზე მეტია. კონკრეტულად სამხედრო ომბუდსმენს, რომელიც შედის თქვენი აპარატის დაქვემდებარებაში და აღნიშნო მინდა რომ სრული უმაქნისია, როგორც თქვენი აპარატი და არის პოლიტიკური ელემენტი, ბერკეტი და მეტი არაფერი. ასე რომ ჩემთვის ცოტა უცნობია რა პერსონალურ ინფორმაციას ითხოვთ, როცა არა მარტო ამ დროს ხდებოდა წამება, არამედ შეიარაღებისა და ტექნიკის ბაზაზე პატარა მცირეწლოვანი ბავშვები გადაიყვანეს საყარაულო შენობაზე და განსამუხთ მილში ჩატენეს დავით. უამრავი შემიძლია ესეთი გელაპარაკოთ, უამრავი ჯარისკაცის უკაცრავად დავასრულებ თუ შეიძლება. კარგად იცის თქვენ აპარატში ეს ხელმძღვანელმა პირებმა. უამრავი ჯარისკაცის წერილი შემიძლია წარმოგიდგინოთ, სადაც უდიერ მოპყრობაზე და თვითმკვლელობამდე მიყვანაზეა საუბარი. მე ჰაერზე არაფერს არ ვლაპარაკობ და ყველაფერზე თქვენ გქონდათ პერსონალურ ინფორმაციაზე მეტი. რეაგირება თქვენ იყონული, თქვენ იცავთ მხოლოდ არატრადიციული მიმართულებების ადამიანებს და წარმოადგენთ უნცხო ქვეყნის საგარეო დაზვერვის ელემენტს. მე გახლავართ საქართველოს თავდაცვის ძალების ოფიცერი და 2008 წლის აგვისტოს მოვლენების მონაწილე კაპიტანი ლევან კობაიძე, რომელმაც იძულებით დავტოვე თავდაცვის ძალები და ქვეყანა. ახლა მე მინდა გესაუბროთ ბავშვების წამებასთან დაკავშირებით, რადგან ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს ამ თემის სპეკულაცია. და მინდა გითხრათ მოკლედ თუ რა მოხდა მაშინ. 2016 წლის გაზაფხულზე შეიარაღებისა და ტექნიკის სარემონტო ბაზაზე მინდოდა მესარგებლა საყარაულოს საპირფარეშოთი. როდესაც მივედი საყარაულოს შემოღობასთან, შორიდანვე შევნიშნე ორი მცირეწლოვანი ბავშვი, ეზოში. რომ მივედი, მკითხე რიგითებს, თუ რატო იყვნენ ეს ბავშვები სველები, ტანსაცმელი და მთლიანად სველები რო იყვნენ და რა უნდათ საერთოდ, რიგითებმა მიპასუხეს, რომ ყარაულის ქროსმა კაპიტანმა ნიკოლოზ ქველაძემ ეს ბავშვები გადმოასმენა ღობეზე და თავად წყლით სავსე კასრში აყურყუმელავა ეს ბავშვები. მოგეხსენებათ, რომ მოსკოვის პროსპექტზე არის ეს ქვედანაყოფი და არის საცხოვრებელი კორპუსები იქვე საყარაულოს შენობასთან და ეს ბავშვები ღობეზე ამოდიოდნენ ხოლმე და ესაუბრებოდნენ რიგი ჯარისკაცებს. შემდეგ რომ გავაგრძელე გზა საყარაულოს შენობისკენ, რომ შევედი საყარაულოს შენობაში, ფხიზელიცვლის ოთახში, დამხვდა ესეთი სიტუაცია. ორი რიგით ჯარისკაც, რიგით კასუმოვს და რიგით გიგლემიანს, ეს მცირეწლოვანი ბავშვი ასე 7-8 წლის, ბიჭი, გვარად არაქელიანი, კლავებში ეკავათ, ხოლო ყარაულის უფროსი ნიკოლოზ ქველაძე ერთ ხელში შეშის ღუმელიდან გამოღებული ნაცარი ჰქონდა და ამ ბავშვს სახეზე უსმევდა და მკერდზე, ხოლო მეორე ხელით ყურებს უწრეხავდა. ეს ბავშვი მთლიანად თავის ტანსაცმლიანად სველი იყო და განწერული ხმით ყვიროდა და შველას ითხოვდა, ტიროდა. აღნიშნული ფაქტი მომენტალურად განვტვირთე და გავაშვებინე ხელი. და ვუთხარი ეს ბავშვი სასტრაფოდ უნდა გაიყვანა საყარაულოს შენობიდან და შეიძლებოდა როგორც ამ ბავშვს ექცეოდნენ. ხოლო ნიკოლოზ ქველაძე მიპასუხა, რომ ეს მისი საქმე იყო და ეს წინა დღეებში ეს ბავშვი აბრაზებდა და ასე უხდიდა სამაგიეროს. მე ვუთხარი, რომ სასტრაფოდ უნდა გაეშვათ ეს ბავშვი, კიდევ გავუმეორე
და უთხარი რომ საპირფარეში და როგორც გამოვიდოდი ეს ბავშვი აღარ დამხვედროდა ამ შენობაში. საპირფარეში და რომ გამოვდიოდი ამ ბავშვის განწირული ხმა მესმოდა. იქვე გვერდზე იყო საშრობი ოთახი, სადაც ეს ბავშვი შეუყვანიათ და გამათბობელი არის დენის ბეჭებით იყო ეს ბავშვი დაწვენილი, რიგი ჯარისკაცებს ეკავათ, ხოლო ნიკოლოზ ქველაძე ერთი ხელით ჩამთველ გამომთველთან, ხოლო მეორე ხელით კი ამ ბავშვს შორტს აზრობდა და ჩამთველ გამომთველზე იმიტაციას აკეთებდა, ვითომ დენი შედიოდა ამ გამათბობელში და აშინებდა ამ ბავშვს, რომ დენი დაარტყავდა. ეს ბავშვი შიშისაგან განწირული ხმით ყიოდა და ტიროდა და შველას ითხოვდა. ეს ბავშვი მაშინვე გავაშვებინე და ჩემთან ერთად საყარაულო შენობა დატოვა ამ ბავშვმა. ამ ფაქტის შესახებ გაიგო მშობელმა დედამ, რომელიც იმ დღისითვე მოვიდა ქვედანაყოფის გამშვებ პუნქტთან და ითხოვდა მეთაურთან შეხვედრას. ასევე ეს ფაქტი დააფიქსირა მაშინდელმა ბაზის მორიგემ ჟურნალში. ჩემგან გაიგო ბაზის მეთაურმა პოლკოვნიკმა ილია ლუტიძემ და ასე მითხრა: არა უშავს, მე რა მოხდაო? ნუ ღარ გააზვიადებთ ამ ფაქტსო და ნუ გაიტყვით სამხედრო პოლიციასთან და მაგით დამთავრდებაო, არა უშავსო. ასეთი პასუხი გამცა. მეორე დღისით დავით ნემსაძემ საც გაიგო ეს ფაქტი რიგითი ჯარისკაცებისგან და ჩემთან გადაამოწმა ეს ფაქტი, რომელიც მე დაუდასტურე, რადგან პირადად ვიყავი ამ ფაქტის მხილველი და მოწმე. შემდეგ მე და დავით ნემსაძემ ეს ფაქტი გავახმაურეთ სამხედრო პოლიციასთან, ბაზის სამხედრო პოლიციამ გაიგო, მაგრამ უშედეგოდ. დავით ნემსაძემ შემდეგ გენინსპექციაში წაიღო ეს საქმე, დაგვიბარეს, დაგკითხეს ამ თემის ირგვლივ. მუქარები დაგვიწყეს გენინსპექციაში, იქ შემოვიდა ედუარდ დემეტრაშვილი, ილია სუხიაშვილი და დაგვიწყეს მუქარები, რომ თუ რატო მივიტანეთ ეს ფაქტი მათთან, ეს ბავშვების წამების ფაქტი, შეიძლებოდა არ გაგვეხმაურებინა, რომ ამის შემდეგ ჩვენ ქვედანაყოფში ვეღარ ვიქნებოდით კარგად და იმუქრებოდნენ. შემდეგ ამ ფაქტის შესახებ თავდაცვის სამინისტროში პატაკით მიმართა დავით ნემსაძემ, მივედით ერთად, ფარით დარეკა დავით ნემსაძემ, მაშინდელი მინისტრის თინა ხიდაშელის მოადგილესთან, ანა დოლიძესთან. ანა დოლიძეს წარმომადგენელი ესაუბრა ტელეფონზე, რომელმაც გაიგო რა თემის ირგვლივაც ვიყავით მისულები ამ ბავშვის წამებასთან დაკავშირებით და გითხრა, რომ ვერ მიგვიღებდა ანა დოლიძე, როგორც გაიგო ეს ამ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ვიყავით მისულები. წამოვედით იქიდანაც უშედეგოდ. შემდეგ ეს ფაქტი დავით ნემსაძემ და მე მივიტანეთ სახალხო დამცველთან, მაშინ იყო უჩან ანუაშვილი, მაგრამ არც კი მოგვისმინა საერთოდ და არანაირი შედეგი არ დადგა მათი მხრიდან. შემდეგ რამოდენიმე წლის მერე ამ ფაქტის შესახებ დავით ნემსაძემ და მე ამ ბავშვიდან მოვიძიეთ ინტერვიუ პირადად ამ ბავშვისგან და არსებობდა ვიდეო მასალა, რომ ეს ბავშვი იძახის თუ როგორ აწამეს და როგორ მოექცნენ ამ ბავშვს და შემდეგ სამხედრო პოლიციელი წარმომადგენელი როგორ მივიდა მის სახლში და თითით ტუჩთან მიტანით როგორ გააფრთხილა, რომ ჩუ რომ არ ესაუბრა ამ თემაზე ამ ბავშვს და ასეთი მუქარებით სამხედრო პოლიციამ დატოვა ამ ბავშვის სახლი. ეს ყველაფერი მასალა ქონდა დისკზე მიტანილი ნინო ლომჯარიასთან, რომ გაიგო რაზეც ვიყავით მისულები, არ მიგვიღო და უკან გამოგვაბრუნა. შემდეგ ამ თემით ასევე თავდაცვის სამინისტროდან გიორგი მოლოდინი იყო დაინტერესებული და იმუქრებოდა და მეთაურთან არაერთხელ დარეკა ლუტიძესთან და ლუტიძემ გითხრა, რომ ჩვენ ამ თემით გავირთულეთ საქმე და ურეკავდა მას გიორგი მოლოდინი თინა ხიდაშელის დავალებით, რომ ამ ფაქტზე ჩვენ გავჩერებულიყავით აღარ გაგვეგრძელებინა ბავშვების წამების ირგვლივ საუბარი საერთოდ და შემდეგ
მოხდა ისე, რომ ამ თემის ირგვლივ ამ თემას შეეწირა დავით ნემსაძე, ერთ თვეში მიზანმიმართულად გამოუცხადეს 3 საყვედური და დაითხოვეს შეიარაღებული ძალებიდან და დევნიდნენ მიზანმიმართულად. მინდა გითხრათ, მე შემდეგ გიორგი მოლოდინმა დავით ნემსაძეს პირადი საქმე გაასაჯაროვა, რაც არის სისხლის სამართლის დანაშაული. აქციებზე მოხვედი? კი, ვიყავ. მეგობართან. მას შემდეგ რაც გადადექი აქციებზე წახვედი? ნიღაბი მეკეთად. კაცის დედა შევეცი, რომელსაც საკუთარ ხალხთან ნიღბის გარეშე დგომის უფლება არ აქვს და ეშინია. დანარჩენი მე ვიტყვი, რომ რა თქმა უნდა ცვლილებები უნდა მოხდეს ქვეყანაში, ეს აუცილებელია, მაგრამ უნდა მოხდეს ლეგიტიმური გზით და არა ნაცმოძრაობის რევოლუციით. ნაცმოძრაობის რევოლუცია მოიყვანს კოლექტიურ ხიდაშელებს, ანადოლიძეებს, გაბოროტებულ სააკაშვილს და იმ ჯგუფს, რომელიც მთელი ახლის განმავლობაში რევანშს ელოდება. ქვეყანაში არჩევნები უნდა ჩატარდეს და ხალხმა უნდა გადაწყვიტოს ვის მისცემს ხმას, მაგრამ ამ არჩევნებისთვის უნდა იყოს შესაბამისი პროცესი გალვილი, რათა საზოგადოებამ შეძლოს ფართომასშტაბიანად მონაწილეობა, რათა იყოს არჩევნის საშუალება და არა არჩევანი ცუდსა და უარის შორის. ხოცები რა თქმა უნდა შეიშვენდაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეს არ აღძრავენ და ვერ აღძრავენ. თუმცა დასაჭერია მარტო იმიტომ, რომ გააკეთა სახელმწიფოს ღალატი აი ამ ნაბიჯით, მაგრამ როდესაც სამართლიანი დრო მოვა და ებოქა, ის სისხლის სამართლის საქმე, რომელიც ჩემი განცხადებების საფუძველზე პროკურატურაში აღძრულია და ადევს გრიფით საიდუმლო, ჩამოსაღები იქნება და ქართული ოცნების წინააღმდეგ და შაიშვენდაშვილის წინააღმდეგ მის თანამეინახეებთან ერთად მოსაყვანი იქნება სამართლებრივ მოქმედებაში.